შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელმაც სტუდენტები და სხვა სექტორის დამსაქმებლები ერთ სივრცეში გააერთიანა. ფორუმში მონაწილეობა 70-მდე კომპანია მიიღო, მონაწილე ორგანიზაციებს შორის წარმოდგენილი იყო როგორც სახელმწიფო სექტორი, ასევე მცირე საშუალო და მსხვილი კომპანიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ მიმართულებას ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება პროფესიული კომუნიკაციის მიმართულებით და გაცნობოდნენ თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. როგორც ყოველთვის, შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ ღალატობს თავის ტრადიციებს და დღეს მასპინძლობს დასაქმების ფორუმს. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი არიან 70-ზე მეტი დამსაქმებელი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს ჩვენ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სამუშაო ადგილებს. ეს დასაქმების ფორუმი არ არის მხოლოდ დასაქმებისთვის, არამედ შესაძლებელია რომ პირველ მეორე კურსელებმა თავიანთი კარიერა დაგეგმონ შემდგომი დასაქმების მიზნით. მნიშვნელოვანია ხოლმე რა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, სტუდენტებთან ურთიერთობა, ინტერაქცია, გაცნობა. შეიძლება იმ მომენტში რაღაც თანამშრომლობა ვერ მოხდეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ და ეგ არის მთავარი მიზეზი ალბათ, რატომაც ვცდილობთ ხოლმე რა სტუდენტებთან ესე ახლო ურთიერთობაში შევიდეთ ხოლმე და დღეს იმედი გვაქვს, რომ ბევრ მათგანთან გვექნება შესაძლებლობა, რომ გავიცნოთ, გავეცნოთ, ჩვენი შესაძლებლობების დავანახოთ, მათი შესაძლებლობების დავინახოთ და ჩვენ თუ გვექნება თავისთავად აი იქნება სურვილი, ჩვენ მზად ვართ, რომ მათთან რაღაცნაირად გავაგრძელოთ თანამშრომლობა მომავალში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში ჩატარდეს ბევრი ასეთი ფორუმი, რადგან ცნობილია როგორც პრაქტიკულად განვითარებადი უნივერსიტეტი და ჩვენთვის პრაქტიკული ნაწილი იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორიული ნაწილი. ბევრ რაღაცას ვაკეთებთ ამ ხრივას და აი თუნდაც დღეს რამდენიმე არა ძალიან ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ თითოეულ მათგანზე გქონდეს რაღაც ინფორმაცია და შესაბამისად მანდიდან გავარკვევთ უკვე სად გვინდა მუშაობა და სად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი.